ეხლა ჩვენი სტუმარი არის არაჩვეულებრივი მაესტრო დათო ევგენიძე. დიდი მადლობა დათო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა დიდი. და დავიწყოთ საუბარი იქიდან ვიცით რომ იგეგმება ჰიტერატურა ესეთი მუსიკალური ფესტივალი აგვისტოში ბათუმში. ყოველწლიური. კი ბატონო, ყოველწლიური. ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ გვიამბოთ. ეს ყოველწლიური ფესტივალი ძალიან კარგი мотиваცია მუსიკოსებისთვის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი იღებს მონაწილეობას და 7-ში იქნება ჩემი კონცერტი. ძალიან ბევრი ახალი რამ გაჟღერდება, რომელიც იქამდე მოკლედ ჩემ ამ ავანტყოფებამ გუძრის გადანერგვამ. დიდი საჩუქარი გამიკეთა, იმიტომ რომ სახში ვიჯექი და ვიპოვე ვინჩესტერები, სადაც ვიპოვე იმდენი მუსიკა. დედა რა ბედნიერება. 14 ვინჩესტერი ვიპოვე გადაწერილი მუსიკით, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა რომ დაწერილი. დედა. და ეხლა ამის რეინკარნაციას ვაკეთებ, ვაცოცხლებ ამ მუსიკას რა და სუპრემიერები იქნება რა. არა, მაგარია. და წელს საიუბილეო წელიც არის ჩემი, მექნება ციკლი კონცერტების. ერთი იქნება ნოარც რუსთავის ხურავენ რეკონსტრუქციას, მაგრამ თეატრები ფუნქციონირებენ და ახლოს უკვე კონცერტებიდან დავაანონსებ, რომ რა გადაწყვეტილებას მივიღებ, საერთოდ მინდოდა რუსთავის თეატრში. არასდროს არ მქონია ამდენი სიმღერის ავტორს სიმღერების კონცერტი მე. და უცებ დავფიქრდი ეს ვინჩესტერებში უსმენდი ამ სიმღერებს, მეთქი რატო არა გაკეთებული და ერთი იქნება ჩემი სიმღერების კონცერტი და მეორე ესეთი პერფორმანსი კონცერტი, როგორც ოპერაში რომ აქვს ხოლმე რუსთავის თეატრში ჟანრების აღრევა და პერფორმანსი და მოკლედ ეს წერილი საკმაოდ ჩემი დაბრუნება არის სცენაზე. გამაგარია და მსმენელის გახარება, რა თქმა უნდა. ყოველი ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ მსმენელი არის мотиваცია შენთვის და დარბაზში რომ შევდივარ სიხშირეს გზნობ ხოლმე იმ მაყურებლის, რომელსაც ასხივებენ. და მე იმ სიხშირეზე ვცდილობ იმ ტალღებზე დავждე რა. და ეს იგრძნობა როგორც ყოველ კონცერტშია კონცერტი და კერძოდ სად არის? ღია ცისქვეშ და ზუსტად ადგილი მართალი გითხრა არ ვიცი. და ისიც არ ვიცი მე არის კონცერტის მერე კლუბში და ეგეც შეჯერებთ არ ვიცი. ყველაზე ბოლოს ვიგებ სადამოქმედო კონცერტი. არა მე სპეციალურად გითხეთ რომ მაყურებელმა და მსმენელმა იცოდეს და ღია ცისქვეშ უკვე ბათუმში იქნება როგორც ვიცი რამოდენიმე ლოკაცია, ესე ვიცი ერთი ირას მოედანზე შეიძლება იყოს აუცილებლად ბულვარში აბსად. დაანონსდება და რა თქმა უნდა ანონსი იქნება ამ კონცერტის ახლოს კონცერტთან, სად გაიმართება და ბათუმს მუსიკა უხდება. აი ეგ უნდა მეთქვა, განსაკუთრებულად ბათუმს ძალიან უხდება მუსიკა და ფესტივალები და განსაკუთრებულად ჩვენი გზავნილები გავაგზავნოთ ზღვიდან ტალღებს გავატანოთ მუსიკა დიდი სიყვარული. რა მაინტერესებს ადრე კითხეთ და რა თქმა უნდა პასუხი მივიღე, მაგრამ აი სულ მინდა კონკრეტიკა იმაზე რომ აი მოდის მუსიკა, მოდის აი როგორ გესმით, ჩვენ რო გვესმის, ისე გესმით თქვენ? არა, რა თქმა უნდა, ალბათ. ძალიან უცნაური რამეა, მაგალითად წყალი რომ მოგწმურდება რა და ხო არ ფიქრობ მაგას გაცნობიერებული, ხო არა პირდაპირ მექანიკურად მიდიხარ წყალს ისხავ და სვავ. აი რაღაცა მკარნახობს მივდივარ ჟდები და ხელები უკრავენ და მე ვარ პირველი საკუთარი თავის მსმენელი. თუ რას უკრავ? მერე ვიგებ ხოლმე. აი და გამეორება უკვე იცი რა ერთხელ რომ დაუკრავ უკვე ეს პროფესიონალიზმია რომ გახსოვდეს რაც დაუკარი რა მაგრამ ის რაც პირველად უკრავ ის უკვე მზად არის და არასდროს არ იცვლება ხოლმე მე მუსიკას რომ წერ ის პირველი რაც დაიკვირე ყოველთვის ის არის არასდროს არ შემისულია და ეს ბედნიერება მაგ ბავშვობიდან რა ეხლა ბებია ჩემი რო არ ყოფილიყო თან სულ მეუნეოდა რომ ახსენებდი ხოლმე გადაცემაში ბებია ჩემს თქვი სახელი და გვარი მეუნება. კეთევან მაღლაფერზე თვითონ ღეროდა სახელმწიფო ანსამბლში და პატარა რომ დგებოდი და უკრავდი 4 წლის. მამა ჩემი იზახდა რომ ფსიქიატრთან წაიყვანეთ ეს ბავშვია რა, იმიტომ რომ რუსთავზე ცხოვრობდით ერთ ოთახიებში და ვაღვიძებდი რა. და ბებია ჩემი ფსიქიატრთან კი მუსიკას შეყვანეთ. პროფესორი იქნება. და ბავშვობიდან აი ესე მუსიკის მიმართულებით მამა და ბებიამ რა. ვის ანდობ თქვენს მუსიკას? აი
პირველი ადამიანი და თან ყურს უგდებთ, რომ აი რა თქმა უნდა პირველი ჩემი ცოლია რა. ნინო რაჩეულებრივი ნინო. რომელიც არის საჩუქარი ღმერთის და ჩემი მუზა რა და რამდენი წელიც არ უნდა ვიცხოვრო, ყოველთვის პირველი სიყვარულით მექნება ყოველი დილა. რა მაგარია რა ეგ. შენიშნებს თუ გაძლევთ. მუსიკაში არ. მუსიკაში თუ არა არა, არ მაძლევს ხოლმე, უყვარს ჩემი მუსიკა, რაც მნიშვნელოვანია და ესმის აი მაგალითად მე რაც მომწონს, იგივე მოწონს ხოლმე. რა ეს ამაგარი ადგილია უთქვია და ზუსტად ის ყოფილა, რაც ჩემთვისაც ყოფილა რა. განსაკუთრებულად. ისე რა არის იცით ერთი სულ მაინტერესებს და ადამიანებს ვეკითხები ხოლმე აი პატარა დათო 10, 15, 16 თუ 20 აი დღეს ვინც ხართ იფიქრებდით იმ დროს რომ ესეთი სტატუსი თავი არ მახსოვს მუსიკის გარეშე ეხლა პირველი ჩემი ნოტები დაიბეჭდა ვიყავი 7 წლის პირველ კლასში მაქვს ეს გაზეთი თბილისი ნორჩი კომპოზიტორი და ნოტებია ჩემი დაბეჭდილი ეს ჩემი სიმღერის თბილისზე და მიმართლები და იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ვინც პატარა ბიჭი და პირველი საღამოები გამიკეთა ეს იყვნენ მორის ფოცხიშვილი დავით თორაძე ისეთი ადამიანები რომლებმაც აი თელი ცხოვრება გვერდზე მედგნენ და იკაფეს და თქვენს და მე ამათ გამო ურთიერთობა მქონდა სულ ასე დიდ ხელოვანებთან ჯასურ ჩარკვიანთან აი რა ვიყო პატარაობიდან მქონდა ის ბედნიერება რომ ეს ხალხი მიწერდა ლექსებს პატარა ბიჭი 7 წლისას 8 წლისას და საოცრება არის არ დამავიწყდება ცოტა სევდა არის მაგრამ ცხოვრება დარო გარდამეცვალა 16-ის იყო ჩემი და მე ვიყავი 18-ის და დასაბლავებდა რომ დაბრუნდი ნორის ფოცხიშვილი იყო და მე უცებ დავიწყე დაკვრა და ყველას ეგონა რომ გავუგიჟდე და უკრავდა ნორის ფოცხიშვილა იქვე დამიწერა ლექსი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერის რაც კი დამიწერია ჩემდას რაც ხო არ გახსოვთ თოლია სიმღერა როგორ არა ლექსი კი როგორ არ მოხსოვს ვაი დაბლა დაფრინავენ ისრები გევედრები ნუ ღარ დამესის ბრები ქარიტირის და კლავიშებს აწვალებს გევედრები შენთან მოსვლა მაწარე ცეტერა საოცარია აი იქვე დაწერა იქვე როგორც კი დაუკარი რა და მადლობა ამ ადამიანებს ვინც გვერდზე მედგნენ იმიტომ რომ არ შეიძლება თელი ცხოვრება მე ჩემი მადლობა არ ვატარო გვირგვინათ იმ ადამიანებს. იცით რა მე დაგკითხოთ, ნახეთ, თქვენ ხართ სერიოზული შემფასებელი. რამდენად კრიტიკული ხართ აი სხვა კომპოზიტორების და საკმაოდ სხვათა შორის. ხო. და უგემოვნებაზე ვარ აცრილი. მაყრის და საშინო იმიტომ რომ ქართული ერი არ იმსახურებს თავის ხალხური და აი ფესვებიდან გამომდინარე რა მუსიკას ქართულ ერს აქვს ახლოს მდგომიც არ არის მსოფლიოში ჩვენს ქართულ ხალხურ მუსიკას ვერ შეეძრება ვერსიტი მსოფლიოს ვერსიტი ქვეყნის მუსიკა ჩვენ მრავალხმიანობას საოცრება სლავისკი მე მოისმინა გორული სიმღერა მე აღარ დავწერო მუსიკას დაუწერია ყველაფერი ამათო და არა გვაქვს უფლება უგემოვნობის ეხლა ჩვენ როგორი გზა გამოვიარეთ წარმოიდგინეთ თბილისი იყო მრავალეროვანი ქალაქი ხო ყოველთვის და იყო იქ სომხური აზერბაიჯანული თურქული სპარსული მაგრამ ის თბილისელდებოდა ის ინსტრუმენტებიც კი რომელიც იხმარებოდა ის ეთნო ინსტრუმენტები იქიდან იყო შემოსული აქ როგორ ჟღერდა იქ არ ჟღერდა ისე ქალაქი ხდიდა თავისას და სიმღერები ჩვენი რაც არ უნდა მიმართულება ქონდეს გემოვნება არ უნდა დაიკარგოს ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმ მუსიკოსებს ვინც თავაზობენ ახალ თაობას პასუხისმგებლობა უნდა ქონდეთ არ გაუფუჭონ გემოვნება და ნახეთ როგორ ამბო კაცრი ხართ შეფასებაში ნუ ერთი ნუ კაცრი ვარ ნახეთ მაგრამ მაგრამ როგორ ეუბნებით აი
პირდაპირ ეუბნებით თუ ეძებთ? პოულობ ფორმას როგორ უთხრა, რომ ტკივნეული არ იყოს. იმიტომ რომ ეს გაწირვაც ადამიანის არ შეიძლება რა. მაგრამ მგონია რომ მაინც უნდა ჩემის დონეზე ვეუბნები ხოლმე, რომ აი ჩემი ეს შენიშვნა უფრო რჩევა, ვიდრე არ ვარგა ეგეთი. ეს არ შეიძლება. ადამიანი ვინც რაღაცას ქმნის, ყოველთვის უნდა დაუტოვო мотиваცია და ახალი სივრცე. შესაძლებელია გემოვნების შეცვლა? ისიც გააჩნია რა საკში დაიწყებ. არა, მაგრამ ისე მგონია. ისე რაღაცა მხრივ გეთანხმებ. არა, არ შეიძლება. მაგრამ აი ხო შეიძლება რომ მაინც რომ მიხვდები რა არის ცოტა შეცვალო რაღაცა. არა, გეტყვით ერთ უცნაურ რაღაცას. არიან ძალიან გონიერი ადამიანები, კი არ ეცვლებათ გემოვნება. უბრალოდ გემოვნებას კი არის, რომ მუსიკას ცვლიან ამ გემოვნებას. ხო, რომ აი რო იფიქრო, რომ აი რა გემოვნებიანია. თუ რა უგემოვნება ანიბადები და ანარა რა. ხო. სხვისთვის იჩენ ამ გემოვნებას ორას. აი ნახეთ, მე ვარ ძალიან თვითკრიტიკული და საერთოდ არ ვიცი ეს გემოვნებაში ზის თუ არა. ისეთი 65 წლის ბარდისფე. აი ეს რა ვქნა ეს? შენი რაც არის ყველაფერი. აბა რა. ხო, მაგრამ ვიღაცა მეძახის რა უგემოვნობა, რა არის ანასაკი არა. აღარ ვერ დავეთანხმებ ვერას დროს, იმიტომ რომ ჯაჯო არის ეს. აბა რა. და სხვა ახლა შენ და გასულში და რაღაცა შენ აღარ იქნება. ყოფილა ოდნავ ცოტა მუქფერებში და სიმართლე გითხრა ხო და ახლა მე მაგალითად ხო ეს ატრიბუტი რაც მეშვიდე კლასში დავიხურე და იმის მერე ხან სკოლიდან მაგდებდნენ ხან რაღაცა საშინელებები ხდებოდა რა პერიოდში იმ დროს მეშვიდე კლასში რომ ბენდანი თქვა სკოლაში რა თქმა უნდა არ მივიდიოდი მაგრამ გარეთ რომ ხედავდა პედაგოგი მე ის მქონდა ხოლმე რა კლასში დაჟილი ვიყავი. მე მახსოვს ერთ გადაცემაში იყავით თქვენ მე არ მინახავს ბატონი დათო ბენდენის გარეშე და ერთ გადაცემაში ეუბნებიან რომ აი თუ მოიხსნი ბენდენასო და რა დამემართა იცი ახლოს მე აი ესე უყურები გაინტერესებდა და გავგიჟდი აქ მოიხსნა და შიგნით ისე ბენდენა კაი ხახავში რალი დამში ხო ეს თქვენთან ასოცირდება პირდაპირ ხო ახლა თან მე რა პერიოდში ეს გავიკეთე ეს არის გელა ჩარკვიანის დამსახურება გელამ ჩამომიტანა მე და ირაკლი ბავშვობიდან მეგობრობდით ჩარკვიანი და ჩამომიტანა ბენდანა რა საჩუქრა და ნუ ისეთი ნივთი იყო რომ რა უნდა მექნა ვერ ხვდებოდი ხდება ეს გეუბნები და ჯერ წავიკარე აესე ხო ეს ზოლად და ნუ მაგაზეც ატყდა და ძველი ბიჭები და მეგრელი ქალები წაგიგრია ძმაო და ეთი ვინ იყვნენ ეგენი ვინ ბევრჯერ ყოფილა კონფლიქტის მიზეზი რა მაგრამ ნუ მართლა აი ჩემ ბენდანა საყურე არ იცი რა უცხო ნივთი იყო იმ პერიოდში არა ნუ ხა თან ის რაღაცა და ერთი იყო ძალიან სასწავლო ისტორია სადღაც ავედი მოკლედ და იქ ძალიან ესეთი ძველი ბიჭები დამხვდა რა და ვიღაცას ავაკითხე რა და არ ვიცოდი ძალიან სიტუაცია და მთავარი ვინც იყო ის მიყურებს და რამე გრელი ქალები წაგიკრია ძმაო და მაგრამ მეცნობი მეთქი პიონის სასახლეში ბალეტზე არ დაგიოდი და იმდენად აბსურდული რამე უპასუხე რომ და ისინი უყურებენ ამას რომ მოკლათ თუ რა უყურებენ და ამას გაეცინა და ეს რა ვიტყრო რა მაგარი საიდან მომივიდა თავში დღემდე ვერ ხვდები მაგრამ ისე მე ბენდენა ყველას ატრიბუტი გახდა მით უმეტეს ეგეც მე ყველა მიყვა საყურეც პირველმა გავიკეთე მართლა ერთ-ერთმა პირველმა პირველ საყურე და ბენდენა არა მე ეს ბენდენა ეკეთა ისეთ ხალხს ავტომატე კი გაწოლბიჭებს და მე უკვე შეულებრივი ატრიბუტი გახდა რა აქსესუარი აუცილებელი თან ხოთაშორის მე ეს ბენდენა თავზე მაშინ რომელი წელი იყო წარმოიდგინე რა ისეთი საბჭოთა კავშირი იყო რა მე რო ბენდენა გაგანია საბჭოთა 70-იანი წლების შუა რა წარმოიდგინე რა. არა, ნახეთ, იმ ხელა ავტორიტეტი აქვს მუსიკაში. ერთხელ პრეზენტაციაზე ვიყავი, კლიპის პრეზენტაციაზე და დაგინახეთ.
უკვე მომწონდა კლიპიც და სიმღერაც, იმიტომ რომ გემოვნებასთან ასოცირდება. ხო, გემოვნებასთან რომ აი რახან დაპატიჟეს და მოვიდა. არის ესე იგი კარგი რაღაცა ხდება. კარგი რაღაცა ხდება. არა, მე მუსიკა ჩემთვის არის ჟანგბადი რა. რომელთაც ვარსებობ რა, აი რო არ იყოს გონია რომ მოვკვდები, იმიტომ რომ ჟანგბადის გარეშე ხო ვერ იცოცხლებ. აი ესეთი რამეა მუსიკა და ხელოვნება, მთლიან პოეზიაც, ხატვაც. მე სხვათა შორის მექნება ბათუმში იმ კონცერტის გარდა ჩემი ნახატების გამოფენაც. და ჩემი ლექსების პრეზენტაციაც. ეს ყველაფერი ერთად იქნება. აი იცით რა მიდაგკითხოთ? აი თელი თქვენი სუნთქვა, ჰაერი, წყალი, ყველაფერი მუსიკაა. აი თუ ყოფილხართ გაბრაზებული მუსიკაზე ნაწყენი. მუსიკაზე არასდროს. რო აი მიატოვოთ ან არ გინდათ ან გაგაბრაზათ. იცით, ჩემ თავზე ვიყავ გაბრაზებული, მანქანიდან გადმოვდიოდი და კარი დაკეტეს და მომაყოლეს თითი. თან ფოტო რო ნახოთ როგორ ამაქვს, იცი რომ რენტგენზე ეს ზედა მხარე ქვედასთან არ არის კაცი, აქ არის. და ნუ ეს ჩემთვის როგორ რამე იყო, იცი რომ და თბილისში რომ მომივიდა ქალაქ გარეთ შორს. და გზაზე ჯერ შევიარეთ იმაში ზუგდიდში, მithეს ევგენიძესთვით ვერ მივეკარებით თუ რაღაცა. და თელ გზა ქუთაისში არ მიეკარებინე, არსად არ მიეკარებინე და მომიწია ამდენი საათი ბოლოს. თბილისში ჩამოვედი და ესენიც არ მეკარებიან რა. თითი აქ ამაკ ესე მიჭირავს რა ცალკე. და ეხა ელშუქს დაუძახებთო და ცოტა დავიბე ელშუქი მეთქი შუქიდან ის პერიოდია შუქები ქრება და ადოს არის შუქი და მეთქი ალბათ მიდის. და მოდის კაცია ესეთი ასაკოვანი მოიყვანეს ვიღაცა რომელსაც ელშუქი ერქვა სახელად. პროფესიით და გამიგეთა დამიმუშავა და 3 დღეში დამივარა და რომავედი პირჯვარი გადაიწერა, იმიტომ რომ 1%-ის 1% იყო დარჩენილი ამის გადარჩენის. ერთელი სიზარღვები ისე. საზღვარგარეთ რო ვაჩვენეს რენტგენი და ისტორია ამ თითის, აი ჯადოქარს დაუმუშავებია შემთხვევით თითი ეს თითი აღარ უნდა აღდგენილიყო რა. და მაშინ ჩემ თავზე გაბრაზებული რა. ძალიან იღბლიანი ხართ ეს. იმიტომ რომ ამ თითებს უნდა დაეკრათ ყოველთვის და თითი არის რომ ჩემა დამ ისეთი რამე მაჩუკა. ესეთი მაჩუკა ის მუსიკა რომელიც არის დათო ევგენიძე. იქამდეც ბავშვობიდანვე ვწერდი, მაგრამ ის ცრემლი ნო გერებში რაც ჩემა დამ დამიტოვა, ეგ არის დათო ევგენიძე დღევანდელი, იმიტომ რომ რამხიარულ მუსიკასაც არ უნდა ვწერს და ცრემლი სულ არის. სევდა სულკა. იცით რა მინდა გითხოთ? აი თქვენ აი ამხელა სახელი გაქვთ, ესეთი პოპულარული ხართ. სახლში როგორი ხართ? რაო ჯაჯღანა. აი ეგ მაინტერესებს ძალიან. აი ხანდახან ჯაჯღანებ რაღაცა. რა გიდათ, რა პრეტენზია მაქვს? პრობლემა მაქვს ბგერასთან ისევ და რატო? აი რაღაცა ხმაური ჩემთვის ნოტია. იმის სიხშირე მესვის. აი ძაღლი მყავს და ის რო ყეფას იწყებს, შევა ფანჯრიდან გადაფრინდა ხოლმე რა. იმიტომ რომ ეგივე ნოტზე ყებს. და მე გადის რომ რაღაცა მუსიკას ვწერს და ის ნოტი მაქვს. რა უცნაური არა ეგრე რომ აღიქვა. ვინ არის ოჯახში, აი ვისში ხედავთ იმ მუსიკის გამგრძელებას, ან თუნდაც ნიჭის გამგრძელებას? იცი რა, რაც შეეხება მუსიკას, ხო 4 შვილი მყავს და 9 შვილიშვილი. და უმცროსი ნიკოლოზი ჩემი აი მართლა თავისი ნიჭი აქვს. დათო ევგენიძის შვილის კი არა. რასაც უკრავს დათო ევგენიძე ასთან კავშირში არის. ინდივიდუალურია. თავისი აქვს, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ეხლა მე დათო ევგენიძის შვილი ვიქნები ბოლომდე მე მეუნება რა და ეხლა მაგას რო გავყვე. ხვდები ასე ხი? ხო, თავისი ის უნდა. და მე ვთქვი მე დუეტად ვიმუშაოთ მეთქი რა. ერთად კონცერტები გავმართოთ რა. და ტექსტი ითრებს, მაგრამ მე მაინც გონია რომ სადღაც წასული რომ გონი ვარ, ჩემთან დასწრებით იშვიათად უკრავს და რატო? არ ვიცი. და შემოდივარ მესმის რომ ზის უკრავს. ხო არ კომპლექსდება ცოტა. არა, სხვადასხვა პატარაობიდან რომ დავდიოდი კონცერტზე უკრავდა ხოლმე. შენიშვნებს აძლევთ? არა. არა, იმიტომ რომ არ ჭირდება შენიშვნა. სულ ყოფილად უკრავს აბსოლუტურად. მოდი, ეხლა რაც ვისაუბრეთ
და რაც თქვენ ძალიან მოგწონთ ბოდიში ჯაჯო რაღაც სასაპირებდი. აი გემოვნება რაზეც საუბრობდით ეს მუსიკალური გემოვნება არის მასში თავიდანვე. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ბავშვობიდან რაღაცა რასაც ისმის მოცარტი დაიწყო ცხოვრება. მოდით შეფასება გავაკეთოთ. იყოს აი ნუ გავა დრო და მე მოისმენს. ბაბუმ როგორ შეაფასა. მოდით აი როგორი კოჭებში რა ეთყობა? მამამ. ეს უფროსია ჩემი. არ იქ წავედი 9 შვილი. ლოცვის დროს ცოტა უფროსი გოგო ხო საფრანგეთში მყავს. დიახ. და შვილსა ჩემ შვილიშვილებს ამ 6 შვილი ყავს იმ უფროს სახელები და რომ ლოცულობ ხოლმე ძალიან დღეში ვარ. გახსენებო ვიღაც არ გამომჩნევს. ესტერი, იტალი, მილა, ვიქტორია, ლევი, ილონი, თუ რაღაცა არ გამომჩნევს თუ რაღაცა მაგალითად ხოლმე. აუ რა ლამაზი სახელები ქვიათ. მე მინდა გავიხსენო ერთი ჩემთვის არასდროს არ დამავიწყდება ეს მთელი ცხოვრება. ალბათ თუ არ ვწდები ბათუმში ვიყავით, წლების წინ ვყვები და დათოს მოუტანეს ნოტებით რაღაცა კომპოზიცია არ ვიცი ეს. და გადაშალეთ და დაიწყე კითხვა და ჩემთვის ახლა მე მუსიკასთან ესე არ ვიცი რომ ნოტის თურმე მოსმენა შეიძლება. მე მგონი რომ უბრალოდ კითხულობ, უბრალოდ კითხულობ ამ ყველაფერს. გადაშალა და უყურებ ადამიანს, რომელიც მუსიკას ანუ ესმის და ყველაფერი ისეთი სანახაობა იყო ეს ყველაფერი, აი ძალიან დიდი ხანი ვიდექი და ვფიქრობდი და მართლა თვალწინ მიდგას ხოლმე რა, რომ რაღაცა სხვაგან ხდებოდა ყველაფერი. სხვა რო კითხულ. რა ჩორები როგორც სიტყვებს კითხულობ, ნოტების იგივეა აბსოლუტურად ჩემს. მუდედა რასაოცარი. უყურებ და გესმის რაც წერია. და მე რომ წერ მაგალითად სიმფონიურ ნაწარმოებს, ხო? რომ უკრავ უკვე ვერტიკალზე მესმის სიმფონიური ორკესტრი, რას უკრავს ფლეიტა და ესე ვწერ. ფლეიტის აი უკვე მოსმენელი მაქვს ვერტიკალზე თავიდან ბოლომდე რა. გონია რა ნებისმიერ. ხო და რა მინდა მნიშვნელოვანი მაპატე შეგაწყვეტინე. დათო ევგენიძეს მუსიკას საქართველოში ყველაზე ნაკლებად იცნობენ, იმიტომ რომ უფრო იცნობენ აი ამ ჟანრულად აღრეულ სიმღერას, ჯაზ, ფიუჟენს, მე კლასიკოსი ვარ. ჩემი მუსიკა, რასაც მე ხელს ვაწერ და ქვია დათო ევგენიძე არის ის, რომელიც სატომღაც საქართველოში აი მაგალითად რო კითხო, გინდა პარიზში, გინდა რუსეთში, სადაც კონსერვატორიაში სწავლობდი ჯაზმინაში, მე გაეცინოთ. ვერც მიხვდებიან რაზე ლაპარაკო. დაწერილი მაქვს 7 ბალეტი, რომელიც დადგმულია დიდ თეატრში, მარინის თეატრში, ახალ ოპერაში, ნიუ-იორკში. ეხლა ჩემი ახალი ბალეტი ალექსანდრე მაკედონელის იდგმება 4 ქალაქში ევროპის. ეს პრემიერა იქნება იქ წელს ნურიევის ფესტივალზე რა. ისე თქვენი ბიოგრაფიით და ეხლა რაც ჩამოთვალეთ და რაცაც ვერ ჩამოთვლით, იმიტომ რომ ბევრია, აი შინაგანად ხო არიან ადამიანები, რაღაცა გააკეთეს და ისეთი ამპარტამნები არიან, რომ ვერ წარმოიდგეთ და აი ეს უბრალოება, რაც თავდაბლობა. საჩუქარს როგორ შეიძლება ამაყი იყო? რა მაგარი პასუხი. ღმერთმა მაჩუქა. ეს ჩემი ხო არ არის. მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის და მე რო ამაყი ვიყო რომ ეს ღმერთმა მაჩუქა, ცოტა ესეთია რა. ხო, მაგრამ იმათმა როგორ არიციან და და სხვათა შორის მე კარიერის თვალსაზრისით სოფლიოში სადაც ვიყავი რა. საფრანგეთში, ამერიკაში, ნიუ-იორკში, Skyline სტუდიასთან მქონდა აწრელი ხელი. საქართველოს გარეშე ვერ ცხოვრობდი. გავკაჩავდი 6 თვე და მოვქროდი რომ ჩავალ ნახავ ჩემებს და ჩამოვალ და ბრუნდებოდი. ხევადით იქავ. საფრანგეთშიც 20 წლიანი ხელშეკრულება პარიზში. სამჯერ წამოვიდი, ჩავმაკითხა პროდიუსერმა რა და საქართველოს არის ჩემი ჰაერი. აი არაფერი არ მოინტერესებს, ამ მიწაზე უნდა მედგას ფეხი და აი იმ სირთულეების ჩემი ნაწილი და ტკივილი უნდა იყოს, რაც ქვეყანაში ხდება რა. ამის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. ოჯახია ჩემი. კონკურსებზე უნდა გკითხოთ. აი მე მინახავს დათო ევგენიძე ჟიურიში ზის. როგორ არა? და რა განწყობა გაქვთ ხოლმე? არ მგონია რომ იტანჯებით. ესე მგონი არ ვიცი. იცი რა მაქვს ხოლმე мотиваცია ის რომ ვინმე აღმოაჩინო ახალი ვარსკვლავი რა მართლა და არჩეული არც ესეთ ჟიურიში ჯდომას რომ ვიღაცა არ მოგვეჩინა
ვინც საქართველოს სივრცეს დაემატებოდა როგორც გემოვნებიანი და კარგი ხელოვანი და მე თვითონ ვერ ვიტანდი კონკურსებში მონაწილეობას და ბებია ჩემს შექონდა ხოლმე ჩემი ნაწარმოებები კონკურსებში და ეხლა 54 ფილმის საუნდტრეკი მაქვს დაწერილი რა საქართველოში აქედან ყველაზე ნაკლები რა აღებული მაქვს ოქროს არწივი, ოქროს ვერძი, ოქროს ნიკა, კინოტავრი, ცეზარი საფრანგეთში რა და კიდე ძალიან პატარა ვიყავი ფილმის მუსიკა დავწერე რომელიც მე იმ ფილმის მუსიკაზე დაიდგა ახალი სპექტაკლი და იმაზე ვიყავი წარდგენილი თურმე საბჭოთა დროს არ ვიცოდი ეხლა გავიგე. მაშინ რთულად ხდებოდა გასულად და ინფორმაცია. საიდან უნდა გამეგო ეხლა. საიდან უნდა გავიგო და დღეს ეს ყველაფერი უკვე ახალ ისეთ რამე და ნახეთ აი ის ადამიანები ვინც ეხლა ნელ-ნელა იწყებენ და ასპარეზზე გამოდიან რა საიდუმლოებაა რომ უთხრათ აი რა უნდა გააკეთონ რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული მუსიკოსები გახდნენ მე შემიძლია ამ შემთხვევაში ჩემი პირადი უთხრა რაც არ ნიშნავს რომ კანონია და სწორია უბრალოდ მე რაც მაქვს არ ყოფილა კონცერტი მე რომ პირველ რიგში და აი ფარდიდან არ გამომეხედოს და აურა რაც დგას დარბაზში არ მეგზნოს და ყოველთვის ეხლა ეს ჩემი ჟანრია იმიტომ რომ სხვა ეხლა გამოდის კლასიკას უკრავს მაგალითად უკვე არსებულ ნაწარმოებებს და ჩემს ყველა კონცერტში რაც არ უნდა მომამზადო ნახევარი იქვე ადგილზე იბადება და ყველაზე მეტი საშინელება ჭირთ მუსიკოსებს იმიტომ რომ რეპეტიციაზე რაც გავაკეთე საერთოდ სხვა რამე ხდება სცენაზე და უკვე მიჩვეულები არიან და მაქვს ვიდეო სანდრო ვახტანგოვმა გადაიღო ფილმი როგორ ვაკეთებდი კონცერტს ოპერაში შაბათს და იქ მე არის კადრები კულისებში დგას 1-40 კაცი დათო მე რა შვები დათო მოსკა ჩემთვის უყურე გამოხვალ და უკრავ აი არის ეს და მართლა ესე მოხდა და რა უნდა გითხოთ იცით გეგმა, აი ხო ამბობ, აი კითხვა როა, სამომავლო გეგმები, არა. ნახეთ, როგორი გეგმებით? აი გააქვთ ერთი წლის შემდეგ, ან დაუშვათ რაღაცა გააკეთეთ ნაწარმოები. არა, აი როგორი გეგმება თვითონ მუშაობა? არა, საერთოდ არ გეგმა არ არსებობს. აბსოლუტურად. დამოკიდებული ხართ? ხო, ისევ რა მოგწურდა რა მაგარია ძალიან გამომადგება ეგ მაგალითი აი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და შევახსენე ჩემ მაყურებელს რომ ძალიან მაგარი ფესტივალია ელოდებათ ფესტივალი და თქვენი კონცერტი ბათუმში ბატონო ფესტივალი ლიტერატურა 7 რიცხვია 7 აგვისტოს საიუბილეო წელი ასაკითხი არ არის ჩემი საიუბილეო წელია პირველი საავტორო კონცერტიდან 50 წელი. დედა 12 წლის ვიყავი, როდესაც მორის ფოცხიშვილმა და დავით თორაძემ ხელოვნების სახლში გამიკეთეს საღამო, სადაც გამოვიტანენ 24 ნაწარმოები. და უმრავლესად კლასიკა იყო და რა თქმა უნდა, ეხა ის მომღერლები, რომელიც ბავშვებიდან მომყვებიან, ხა ჯაბუას ხმაზე წერდი სიმღერებს. დღესაც საქართველოს ყავს დათო ევგენიძე. ამას ვთქვათ, აი ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. დიდი მადლობა. ეპოქაში ვცხოვრობ, ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ პირველ რიგში, ამის გარეშე ვერ გაგიშვებთ, იმიტომ რომ თქვენი ჯანმრთელობა მადლობა გიორგი მახარაშვილს. მადლობა მართლა. ჩემ ღვიძლ ძმას მისი ღვიძლი მაქვს. ძალიან საამაყო ბიჭმა მთელი საქართველოს გორჩი გედეკი და არ ვიცი მართლა გიორგის მოკითხვა აქედან და ძალიან მაგარი ადამიანია თქვენ ჯანმრთელობა პირველ რიგში და თქვენი ულამაზესი მუსიკის გარეშე აქედან ვერ გაგიშვათ და დაგვატკბობთ. ამის დაუკლებ არ ვიცი აი ეხაც არ ვიცი რა დაუკლებ. წარმატებები და ვინ შვიდში არ აპირებდა აჭარაში წასვლას მე მგონი ყველა ბათუმში შეიკრიბება თქვენი გაიხარეთ. ანონსოთ როგორც ვიცი დასწრება არის და იქნება თავისუფალი და ყველა შეიძლება რომ მიიღოს და დატკბეს ეს სიამოვნება. და ძალიან ბევრი პრემიერა იქნება ჩემი სიმღერები შესრულდება იქიდან
80% შესაძლება პირველად სულ პრემიერებია. რა მაგარი, ასე რომ ნუ ყველას მანამდე მიმართოთ, აქ რომ- დავტკბეთ ეხლა. აქ ეხლა დავტკბებით. სამწირას დაუკრავ.